ზედაგანთიადის საჯარო სკოლა, სადაც მე-11 საარჩევნო უბანია გახსნილი, ბოლო დროინდელმა სტიქიამ სახურავი მთლიანად გადახადა, რის გამოც შენობაში შეუძლებელია როგორც სასწავლო, ასევე საარჩევნო პროცესის წარმართვა. ამორტიზირებულ სკოლაში არ არსებობს ოთახი, რომელშიც ჭერიდან წყალი არ ჩამოდის. წყლის გუბეები დგას დერეფანშიც. შენობა დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძის ზედაგანთიადის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დაათვალიერა. თამაზ ბერიძემ განათლების სამინისტროს საარჩევნო პროცესის გამართულად წარმართვისთვის შენობის სახურავის დროებით გადახურვისკენ, ახალი სასწავლო წლისთვის კი სკოლის სრულ რეაბილიტაციისაკენ მოუწოდა. ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული პრეზენტით შენობა ხვალამდე გადაიხურება. სამინისტროში კი განმარტავენ, რომ დაზიანებული სახურავის აღსადგენად პროექტი მზადდება. სრული რეაბილიტაცია კი 2 წელში იგეგმება. ჩვენ მივმართეთ კულტურის სამინისტროს, რომ ეს სკოლა საჭიროებდა რეაბილიტაციას, ასე შემოგუთავეს პასუხი, რომ 2 წლის შემდეგ იქნება ეს რეაბილიტაციაო, ის ახადა სახურავი, შეუძლებელია აქ საარჩევნო უბნის არჩევნების ჩატარება და მივმართავ კულტურის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მონახოს ბიუჯეტში ის სახსრები, რომ ეს სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს სასწრაფოდ. დღესვე ჩვენ მაგას მივაწვდით დროებით, გადახურვით პალატკას გადავსცემთ, რომ დაიხუროს და წყალი არ ჩავიდეს. ორშაბათს ჩვენ გვექნება უკვე აღნიშნული სახურავის პროექტი, მისი ხარჯდაღრიცხვით. სამშაბათს მოხდება სარეზერვო ფონდიდან ფულის გამოთხოვა და პარასკევისათვის ჩვენ გეგმავთ უკვე ამაზე 3 დღიანი ტენდერის გამოცხადება. სრული რეაბილიტაცია გეგმება ოღონდ ოდნავ მოგვიანებით. ამ ეტაპზე გაკეთდება იმ დონეზე, რომ იქ შესაძლებელი იყოს სწავლის პროცესის განახლება.